New Hospitals-ის რადიოლოგიის ცენტრში მოქმედებს ხარისხის კონტროლის პროგრამა, რომლის მიზანია დიაგნოსტიკური კვლევების სიზუსტისა და პაციენტების უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფა. პროგრამა აერთიანებს რთული რადიოლოგიური შემთხვევების დამოუკიდებელ ექსპერტულ შეფასებას ევროპელი კოლეგების მიერ, რომელიც უზრუნველყოფს დამატებით პროფესიულ დისკუსიას. ამასთან ერთად ხდება ყველა პაციენტის წინასწარი გამოკითხვა აპარატული რეჟიმების ინდივიდუალური შერჩევისთვის. გართულებების პრევენციისა და პაციენტის უსაფრთხოებისთვის საბოლოოდ კი კლინიკაში დანერგილია კრიტიკულ შედეგებზე მყისიერი რეაგირების პროცესი. სწორედ ამ თემაზე დღეს ჩვენი სტუმარი სოფო ჭედია ისაუბრებს New Hospitals-ის ხილური და რადიოდიაგნოსტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მოგესალმებით ქალბატონო სოფო. დიდი მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ხართ. პირველი ესეთ შეკითხვით გადმოვალთ თქვენთან რომ რას ნიშნავს ხარისხის კონტროლი რადიოლოგიაში და რატომ არის ბოლო დროს ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი? ხარისხის კონტროლი რადიოლოგიაში აერთიანებს ყველა იმ პროცესს, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტის ზუსტ დიაგნოსტიკას, უსაფრთხოებას და სანდოობას. ანუ მიიღება მაღალი ხარისხის გამოსახულება და მაღალი ხარისხის დასკვნა. მარტივი ენით რომ ვთქვათ, პაციენტი პირველივე ჯერზე იღებს ზუსტ კვლევას. ყოველდღიურ პრაქტიკაში ეს პროცესი როგორ მუშაობს, რომ მოგვიყვეთ და როგორია ეს სამუშაო როგორ იმპლემენტირდება ეს სამუშაო დღეში. New Hospitals რადიოლოგიური ცენტრი მუშაობს ამ პრინციპით, რომ ხარისხის კონტროლი გაუმჯობესოს ყველა მიმართულებით. ეს მოიცავს აპარატურულ ტექნოლოგიას პირველ რიგში, ყოველდღიურად ხდება კალიბრაცია აპარატების, კომპიუტერული ტომოგრაფების, მაგნიტურეზონანსული ტომოგრაფების, რენტგენის, ულტრაბგერის აპარატების, რაც უზრუნველყოფს, ანუ ფანტომებით კვლევა, უზრუნველყოფს იმის პრევენციას, რომ აპარატი იყოს მუდმივ ზარტყუფნაში, იმისთვის, რომ მოგვცეს მაღალი ხარისხის გამოსახულება. გარდა ამისა, რადიაციული უსაფრთხოების დაცვის კუთხითაც მუშაობთ. ეს არის ყავს განყოფილებაში რადიაციული უსაფრთხოების ოფიცერი, რომელიც ყოველდღიურად ამოწმებს აპარატულ დასხივებას, პაციენტზე მიწოდებულ დოზას და ასევე პერსონალის დოზიმეტრიას ახორციელებს ყოველთვიურად. გარდა ამისა კიდევ არის რომ ვთქვათ პროტოკოლები გვაქვს შექმნილი, რომელიც გარკვეულ დაავადებებისთვის არის მოწოდებული, გარკვეული ორგანოებისთვის და მზა პროტოკოლებით ვთქვათ ხდება პაციენტის გამოკვლევა. ასევე გვაქვს დასკვნის ხარისხის კონტროლი, ეს არის double checking-ი, ანუ ორი დამოუკიდებელი ადამიანი წერს დასკვნას, ანუ ჩვენ გვაქვს ამ კვლევების არქივაცია, სისტემური სისტემატიზაცია გვაქვს, PAC სისტემა და RIS სისტემა, RIS-ის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია მუდმივად ვაკონტროლოთ სხვადასხვა პაციენტის კვლევა, დისტანციურადაც, ადგილზეც, გავმართოთ დისკუსიები, ანუ ასევე ვახორციელებთ რადიოლოგების მუდმივ ტრენინგებს, ოპერატორების მუდმივ ტრენინგს, საშუალო მედპერსონალის მუდმივ ტრენინგს, და აუდიტები გვაქვს, ფიდბეკები და ამ შემდეგ, აი ძალიან ყველა მიმართულებით, ესე ვთქვათ, მუშაობთ, რომ ხარისხი მაქსიმალურად იყოს მაღალი. ჩვენ და შესავალში ვახსენეთ, რომ ევროპელი კოლეგები არიან ჩართული ამ ხარისხის კონტროლში და რომ აგვიხსნათ უკეთესად, როგორ ხდება მათი ჩართულობა, დისკუსია როგორ იმართება და რა შედეგი აქვს ხოლმე ასეთ ჩართულობას თქვენთვის. დიახ, ეს პრინციპი, ანუ ხარისხი რადიოლოგიური სამსახურში, ხარისხის კონტროლი, quality control მოიცავს ასევე დამატებით second opinion-ის, ანუ მეორე აზრის მნიშვნელობას, ანუ ჩვენ ვაგზავნით ევროპელ კოლეგებთან რთულ შემთხვევებს, რთულ кейსებს დაიკონ ფორმატით. ისინი ასევე იცნობიან პაციენტის კლინიკურ ისტორიას, თუ ყველა კვლევას ვაგზავნით, თუ მანამდე არის რამე გადაღებული და ვუგზავნით კონკრეტულ კლინიკურ კითხვას. ვერთვებით დისკუსიებში, უცვლით ჩვენს გამოცდილებებს და შესაბამისად პაციენტს ვაწვდით უსაფრთხო და მაღალი ხარისხის რადიოლოგიურ დასკვნას. რაც ასევე ვახსენეთ წარდგენაში, რომ ყოველი რადიოლოგიური კვლევის წინ ხდება პაციენტის გამოკითხვა და მასზე მორგება, ასე ვთქვათ, შემდგომი კვლევის. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და რა შედეგებს გაძლევთ ეს?
დიახ, აუცილებელია ინტერვიურება, ანუ გამოკითხვა პაციენტის წინასწარი, იმიტომ რომ მისი უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული, გართულებების თავიდან აცილება იყოს თავიდან არიდებული, აი თქვათ კონტრასტების შემთხვევაში მაქსიმალურად ვავსებინებთ ჩვენ ჩექლისტს, რომ აი თქვათ რაიმე ალერგიული რეაქცია იყოს მაქსიმალურად არიდებული პაციენტისთვის. კლინიკა როგორ რეაგირებს კრიტიკულ ან გადაუდებელ შემთხვევებზე, ასეთ დროს როგორ იქცევით? გადაუდებელ შემთხვევებზე კლინიკა მყისიერად რეაგირებს. New Hospital-ი კონცენტრირებულია როგორც ამბულატორიული პაციენტებით, ასევე ჰოსპიტალური სექტორით. მეტი პაციენტი ნიშნავს მეტ кейს, მეტ გამოცდილებას და მაღალი ხარისხის მედიცინას და ზუსტ დიაგნოზს. ანუ ჩვენ როგორც გითხარით, არის სისტემატიზებული ესა, გვაქვს PACS და RIS სისტემები. ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტს წერს 2 დამოუკიდებელი ექიმი, ამ იწერება აბსოლუტურად სხვადასხვა დასკვნა, დარდება ერთმანეთს, თუ მათ შორის განსხვავებაა, ჩვენ ვატარებთ შიდა კონსილიუმებს, ვისმენთ თითოეულის არგუმენტს და მივდივართ ჭეშმარიტებამდე, ანუ მაღალი ხარისხის მედიცინამდე. რაც ასევე ახსენეთ, თქვენ ეს რომ ახალგაზრდა კოლეგების და რადიოლოგების გადამზადება მიმდინარეობს მუდმივად, რომ დაეწიონ მუდმივად ასეთ სწრაფ ტემპში მავალ მედიცინის განვითარებას. რა მნიშვნელობა აქვს ამ უწყვეტ სამედიცინო განათლებას და რა როლი აქვს მას თქვენს კლინიკაში? უწყვეტი სამედიცინო განათლება არის პროფესიული განვითარების ერთ-ერთი საფუძველი, მთავარი საფუძველი. ის მნიშვნელოვანია იმითი, რომ ჩვენ მუდმივად ვეცნობით თანამედროვე მიღწევებს. ჩვენი სფერო მუდმივად განახლებადია. ანუ იქნება ახალი აპარატურა, იქნება ახალი პროტოკოლები, ახალი მიმართულებები, დიაგნოსტიკის მეთოდები. ამიტომ ჩვენ ვერ ჩამოვჩებით უცხოელ კოლეგებს, ანუ ევროპას, ამერიკას, ჩვენ მათთან კომუნიკაციით ვახდენთ ჩვენი გამოცდილების მაგათთვის გაზიარებას, იმათ გამოცდილებას ჩვენ ვიზიარებთ და შესაბამისად ჩვენ ვაწვდით პაციენტებს თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამის მედიცინას. მადლობა და ბოლოს ალბათ ჩვენ ვისაუბრეთ პაციენტებზეც, ვისაუბრეთ ხარისხის კონტროლზე და რაღაცნაირად შეჯამების სახით ვიკითხავ, რომ პაციენტები ვინც ახლა გვისმენენ, რა სიტყვით მათ, რომ რატომ არის მნიშვნელოვანი ხარისხის კონტროლი მათთვის, ვისაც შეიძლება დაჭირდეს ეს კვლევები. ხარისხის კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში პაციენტისთვის, რომ მათი უსაფრთხოება იყოს დაცული. მათი სანდოობა იყოს აბსოლუტურად პირველ ეტაპზე გადმოტანილი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ აი თქვათ პაციენტს მივაწოდოთ უსაფრთხო, ზუსტი და კვალიფიციური დიაგნოსტიკური კვლევა. აპარატები, რაც ჩვენთან გადაიარაღება მოხდა სრულად New Hospital-ის რადიოლოგიურ ცენტრში, არის ახალი თანამედროვე აპარატურა და ახალი თანამედროვე აპარატურა და ძლიერი რადიოლოგიური გუნდი უზრუნველყოფს თანამედროვე და მაღალი ხარისხის მედიცინას. დიდი მადლობა, რაც მინდა მე შევეხმაროთ ეს ფაქტი, რომ ახსენეთ ეს მჭიდრო კავშირი ევროპელ კოლეგებთან. ძალიან ისამებელია ეს კლინიკები თავად ეძებენ კომუნიკაციას მეორე აზრს და პაციენტის მკითხველობისთვის სტანდარტებს ასევე. უმეტეს მადლობა რომ ამ თემაზე გესაუბრეთ, ხალხო. მადლობა ძალიან დიდი რომ იყავით ჩვენს. მადლობა თქვენ. დაგეჩვიდებით. ნახვამდის.